მოგესალმებით, ჩემო არხის მაყურებლებო, გამარჯობა. დღეს არის 18 მარტი, მეგვიბრუნდებით სპორტული სიახლეების სპორტის შესახებ მინდათ გაცნობოთ ახალი ამბები. დავიწყოთ, გუშინდელი რამოდენიმე მერვედფინალური მატჩები ჩატარდა, სულ რაღაც 4-5 მატჩი ვიხილეს და უცებ მოგახსენებთ და დღევანდელ გასამართ მატჩებზეც ვისაუბრებთ, აუცილებლად ჩვენი საყვარელი ტურნირი ჩემპიონთა ლიგაზე ვისაუბროთ. დავიწყოთ იმით, დღეს თბილისის დროით 21 საათზე და 45-ზე შემოგთავაზებს იქ უნივერსალი კატალონიის ბარსელონა და ნიუკასლი, რომელიც ძალიან თანაბარი თამაში იყო. თითქოს ჩანდა, რომ ბარსელონას ძალიან კარგად თამაშობდა და ბურთის ფლობა ჰქონდა ძალიან განპირობებული, ბარსელონას უპირატესობა ჰქონდა შეტევის მხრიდანაც, მაგრამ მაინც მომჩა 1-1 ბოლო წუთზე აგებდა ბარსელონა და ბოლო წუთზე გადაწყდა თამაშის ბედით, 11 მეტრიანი დაინიშნა და რამინ იამალმა გაიტანა და თამაში გადაარჩინა. როგორც მოგეხსენება, დღეს კატალონიის ბარსელონა იქნება ნიუკასლი მეტოქე. ნიუკასლი გასვლაზე, რა თქმა უნდა, ძალიან დაძაბული და დრამატული ბრძოლა შესაძლოა გამოდგეს, მაგრამ ნუ გავასწრებთ მომდენებს. მე ვიტყვი, რომ ბარსელონა ამ მატჩში ფავორიტი იქნება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ პარი სენ-ჟერმენმა 8-2 მოიგო საერთო ჯამში და გაანადგურა სრულიად ნიშნულობით. პარი სენ-ჟერმენმა დიდი ნაბიჯი გადადგა. პარი სენ-ჟერმენი გავიდა შემდგომ ეტაპზე, მეოთხე ფინალშია პარი სენ-ჟერმენი. რაც შეეხება არსენალმა ლევერკუზენს მოუგო ძალიან დამაჯერებლად 2-0 და არსენალის მეტოქე უკვე გარკვეულია სპორტინგი, რომელიც ამასაც ძალიან მალე მოგახსენებთ შემდეგ ვიდეოში. როგორც მოგეხსენებათ, ეხლა მიუნხენის ბაიერნი, რომელიც თბილისის დროით ღამით გვიან 12 საათზე დაიწყება, არაერთი საინტერესო მატჩები გვერდით. მიუნხენის ბაიერნი, რომელმაც ატლანტა გაანადგურა სრულიად ნიშნულობით 6-1 და ვითომ დარჩენილია რაღაც საინტრიგა ამ თამაშის შემოსაბრუნებლად, მაგას ვერ ვიტყვი. მიუნხენის ბაიერნმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა მეოთხე ფინალური საგზური მოპოვებისკენ. რაც შეეხება ატლეტიკოს ტონდახენი, ატლეტიკო 5-2 იგებს. აქაც ძალიან საინტერესო მატჩი გვერდით. თუ მოგწონთ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ, გააზიარეთ მაქსიმალურად.